ასო ტუალეტში ვარ, ეხლა რო გამოვალ დაგირეკავ. დე ვიღაცაა კარზე. გამარჯობა, თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე მერაბი მქვია, ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიასადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა? ხო, ცოტა კი ავირიე, ხო, აი კითხილმარცხნივარი ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტში ვარ, ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშვებს ომარი ყავიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი. გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატი დავადგენთ ჩვენ. რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა. მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემი ცოტა პრობლემური კუჭნაწლავია აქ, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა ესეც მოვაწეს როგორ თუ შეიძლება. დერებს ამბობ. გვადით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. ქენი უცბა და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობრიობლე რაღაცა ტრიალის ხმა აქ თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არ იყო ტრიალის ხმა. აი უყურეთ.